უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ორგანიზაციები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სამხედრო ძალები აღმოსავლეთით გადაისროლონ და ამით შესუსტდეს ევროპაში მყოფი სამხედრო შენაერთები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იქ. ამის არგუმენტად მოჰყავთ თავდაცვის დეპარტამენტში გაკეთებული განცხადებები სწორედ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვითარება არის შეცვლილი ახლა. კონკრეტულად კი ევროპამ დაიწყო სამხედრო ძალების განვითარება და ამავდროულად სენატში გაკეთდა განცხადებები, რომ ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპაში ყავდეს ძლიერი სამხედრო დაჯგუფება, ძლიერი სამხედრო ძალები. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ სწორედ ევროპისა და ამერიკის სამხედრო პარტნიორობის დეტალებს სტუმართან ერთად, თუმცა თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალები ყავს გადანაწილებული მთელ მსოფლიოში სარდლობების მიხედვით და ამას გრაფიკის გამოსახულების დახმარებით რუკაზე გაჩვენებთ, თუ რა ვითარებაა. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ძალები ზოგადად ევროპაში ჩნდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა ძალები გადანაწილებულია სარდლობების მიხედვით, ეს არის ჩრდილოეთი მიმართულება, ჩრდილოეთი სარდლობა, სამხრეთი მიმართულება, წყნარი ოკეანის სარდლობა, აფრიკის სარდლობა, ცენტრალური სარდლობა და ევროპის სარდლობა. ევროპის სარდლობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ყოველთვის ქვეყნების პარტნიორების სამხედრო ძალებთან ერთად წვრთნებში და ეს წვრთნები მათ შორის საქართველოში იმართებოდა ისეთი როგორც არის მაგალითად ღირსეული პარტნიორი, Agile Spirit და ასე შემდეგ, სხვათა შორის ნატოს სხვადასხვა სწავლების დროსაც წამყვანი ძალა იყო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალები და განსაკუთრებით ევროპის სარდლობა. სწორედ ევროპის სარდლობის დამსახურება იყო ის, რომ ბევრმა ქვეყანამ განავითარა თავისი თავდაცვის შესაძლებლობები და ამას ხელს უწყობდა სწორედ ეს აღნიშნული სწავლებები. ამერიკის ბაზები ევროპაში, როგორც აღვნიშნეთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩნდება და ახლა შემდგომი გრაფიკის დახმარებით გაჩვენებთ კონკრეტულად ევროპის კონტინენტზე რა ვითარება გვაქვს. ყველაზე დიდი სამხედრო დაჯგუფება არის გერმანიაში, შემდეგ მოდის იტალია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, არის ბალტიისპირეთში საკმაოდ მრავალრიცხოვანი დანაყოფი, ასევე რუმინეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და ნორვეგიაში. რაოდენობა, სამხედროების რაოდენობა ამის მიხედვით გარკვეულწილად იცვლება. მაგალითად ყველაზე დიდი სამხედრო დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს გერმანიაში. 38000 სამხედროზე მეტი არის და გერმანიაში მყოფი სამხედრო ძალები ოპერირებდნენ მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც, როდესაც საქართველოში მრავალეროვნული სწავლებები იმართებოდა. შემდეგ მოდის რაოდენობის მხრივ პოლონეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ. გადანაწილებულია და ჩვენი მეზობლად თურქეთში დაახლოებით 2000-მდე ჯარისკაცი მსახურობდა ამერიკის და როგორც ვნახეთ, როგორც ხედავთ სურათზე, საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი არის განლაგებული ამერიკის ძალების ევროპაში. და როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამერიკის სენატში იყო მოსმენა, რა დროსაც ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კავოლიმ ისაუბრა დეტალებზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ და ასე შემდეგ. და მანვე აღნიშნა, რომ ევროპის სარდლობა არის ამერიკის უსაფრთხოებისთვის ფლაგმანი ძალა და ამას დაეთანხმნენ ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ამას, რომ ევროპაში სამხედრო ძალები უნდა შენარჩუნდეს და ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, თუ რა პერსპექტივები აქვს, რა ურთიერთობის რა დეტალები იკვეთება ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით და მოდით ვნახოთ ეს ინტერვიუ. ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის გამოწვევებზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ჩვენს კითხვებს უპასუხებს ანალიტიკური ცენტრის GeoCases მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. პირველი კითხვა მექნება, რომ შევაჯამოთ, შევაფასოთ ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც უკავშირდება ევროპაში სამხედრო ძალების ყოფნა არ ყოფნის საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ მანამ მოვისმინეთ თავდაცვის დეპარტამენტში
იყო გაკეთა განცხადებები, რომ თითქოს ძალები უნდა გადაიყვანათ ჩინეთის მიმართულებით აღმოსავლეთით. თუმცა ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა, იყო სენატში მოსმენა, სადაც ცალსახად ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა სწორედ შენარჩუნებამ ევროპაში ამერიკული ძალების. აი კიდევ რა გამოიკვეთა, რა მიმოხილვა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კითხვას? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ 20 იანვრის შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ არაერთი, ასე ვთქვათ, ურთიერთგამომრიცხავი განცხადება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც გარკვეულწილად ჩამოაყალიბა სტრატეგიული ბუნდოვანება თვითონ ევროპაში და ევროპის მომავალი უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის ნატოს კონტექსტშიც. შესაბამისად, ამ საკითხს რომ მიუბრუნდეთ და უფრო ფართოდ შევხედოთ და ისტორიულ კონტექსტში, ჩვენ ვნახავთ, რომ 1945 წლის შემდგომ ხო ამერიკა გახდა საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი და შესაბამისად მისი საგარეო პოლიტიკური მიდგომები მუდამ, ასე ვთქვათ, ერთ კონკრეტულ ხაზს მიყვებოდა, რაც გულისხმობს ვთქვათ, ძლიერ ალიანსებს ევროპასთან, რუსეთის შეკავებას და ასე შემდეგ. ამერიკის როგორც ვთქვათ, გლობალური ძალის ასე ვთქვათ, როლი დგას სამ ძირითად სვეტზე. ეს არის ძირითადად ძლიერი თავდაცვა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ალიანსები. შესაბამისად, ასეთი ვთქვათ, რადიკალური ცვლილება თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორც შეიძლება იყოს, ვთქვათ, ევროპიდან ჯარების გაყვანა, ხო, ამ ეტაპისთვის არ მგონია მომგებიანი იყოს თვითონ ამერიკისთვის. თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის მერე, როდესაც ევროპა თვითონვე გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას, გარკვეული ნაწილი, ვთქვათ, სამხედროების იქნას გამოყვანილი ევროპიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის მე ვერ ხედავ იმას, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3 დღის წინ თვითონ ამერიკამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი აპირებენ თავდაცვის ბიუჯეტის, თავდაცვის ხარჯების გაზრდას $1 ტრილიონამდე და შესაბამისად ისინი კარგად ხედავენ რეალურად რა საფრთხეების წინაშე დგას ევროპაც და ამერიკაც და მე ვფიქრობ, რომ ეს რიტორიკა ნატოსთან დაკავშირებით უფრო მეტად მიმართული იყო იმისთვის, რომ ნატოს ქვეყნებმა გაზარდონ თავის ხარჯები. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იყო საუბარი ჯარების გამოყვანაზე, მაგრამ როტაციულად გადაყვანაზე უნგრეთში მაგალითად და შესაძლოა რაღაც ასეთი მოძრაობები იყოს. რამდენად არის ჩართული ამერიკის ძალები, ევროპის სარდლობა, თვითონ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში? საუბარი მაქვს იმ სწავლებებში, რომელიც პერმანენტულად მიმდინარეობდა და სხვათა შორის გააკეთა განცხადება, რომ ნატოს სწავლებებიდან არანაირად არ მოხდება ამერიკის გამორიცხვა, ასე ვთქვათ, და კიდევ აქტიურად ჩაერთვება. ხო, ანუ ნატო ამერიკისთვის ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია. ისტორიულ კონტექსტში რო დავუბრუნდეთ ისე, ხო, ანუ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ნატოს მეხუთე მუხლე გამოიყენა, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები 19 მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ვთქვათ, ნატოს შესუსტება არანაირ ინტერესში არ შედის ამერიკის კონტექსტში. ჩვენ ნახეთ, რომ 2001 წლის შემდგომ მოვლენებისგან გამომდინარე, მთელი ევროპა დაუდგა ამერიკას გვერდში. გასაგებია, რომ ეს არ იყო საფრთხე მხოლოდ ამერიკისთვის, ეს საფრთხე ევროპასაც ეხებოდა, თუმცა ეს კონსოლიდაცია კარგად იქნა გამოხატული ევროპის ქვეყნების და მხარდაჭერა მიერ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ეს რიტორიკა უფრო გამოწვეულია იმით, რომ თქვათ ეს ხარჯები გაზარდონ ნატოს წევრებმა თავის თავდაცვის ხარჯები და უფრო გაძლიერდნენ, ვიდრე თქვათ ამერიკამ დატოვოს ნატო რაღაც შეასწროს თავის პოზიციები. შავი ზღვის რეგიონზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ. ეხლა მიმდინარეობს სწავლება რუმინეთში და ნატოს წევრი ქვეყნები მონაწილეობენ ამ სწავლებაში, საზღვაო სწავლებაა, თუმცა კომპონენტები არის საჰაეროც და ამ სწავლებაში მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატებიც. ბოლო პერიოდში თითქოს ერთგვარად პასიური იყო განცხადებების დონეზე შავი ზღვის მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის სარდლობა. ახლა რა შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გააქტიურება იყოს ამ რეგიონში? ზოგადად 2022 წლის შემდეგ სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში რადიკალურად შეიცვალა. თუ ვთქვათ 2021 წლამდე ეს რეგიონი წარმოადგენდა ამ რეგიონში წარმოადგენილი იყო ამერიკის, რუსეთის, ვთქვათ, თურქეთის და ევროკავშირის ინტერესები, ხო? ეს ინტერესები გაიზარდა, პლუს ამას ემატება ჩინეთის გააქტიურება შავი ზღვის რეგიონში და ირანის როლის
ზრდა, მათ შორის ირან-რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაც. შესაბამისად, თუ ამერიკა მიყვება თავის ტრადიციულ, ასე ვთქვათ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ამ რეგიონს მისთვის ყოველთვის საკვანძო როლი ჰქონდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ განაცხადა, რომ მისთვის თავალ საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთი, იგივე ირანი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ პარალელურად, რომ ირანი და ჩინეთი აძლიერებენ თავის გავლენებს შავ ზღვის რეგიონში. აქედან გამომდინარე, უნდა ჩვენ მოველოდოთ, რომ რაღაც ეტაპზე ეს საკითხი წინ წაიწევს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და მეტად, ასე ვთქვათ, მეტ ყურადღებას გაამახვილებს არა მხოლოდ თქვა განცხადების დონეზე, არამედ უშუალოდ მოქმედებების დონეზე. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ კონგრესში ინიცირებული იყო რეზოლუცია, რომელიც ავალდებულებდა ამერიკის ხელისუფლებას, რომ შეემუშავებინათ კონკრეტული შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირების სტრატეგია. სამწუხაროდ ის ამ რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის არჩევნების გამო, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ამერიკა დაუბრუნდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ თქვათ ამერიკა გაყვება თავის კონკრეტულ ხაზს, რასაც მიყვება 45 წლიდან, ხო? ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს და ამერიკამ შეამციროს თავისი როლი შავ ზღვის რეგიონში. ევროპის სარდლობა, რომელიც პასუხისმგებელია ევროპის თეატრში ამერიკის სამხედრო ძალის მოქმედებებზე, ხშირად მართავდა საქართველოში სამხედრო სწავლებებს, Agile Spirit, Nobel პარტნერი და ასე შემდეგ და ჩვენ ვნახეთ ასევე ისიც, რომ ერთ-ერთი სწავლება გაურკვეველი დროით გადაიდო და ეს თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, ერთ ადგილას გაიყინა. ახლა, როდესაც თქვენ როგორც ახსენეთ, მზარდი შეიძლება იყოს დაინტერესება ამერიკის შავი ზღვის რეგიონით, აი ამ კონტექსტში საქართველოსთან მიმართებაში რა ურთიერთობის რა პერსპექტივები შეიძლება გამოიკვეთოს იმ ფონზე, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ჩინეთთან. ვფიქრობ, რომ ამერიკა საქართველოს ურთიერთობებში ძირითადი მდგენელი მაინც შიდა პოლიტიკური პროცესები იქნება. თუ თქვათ მოხდა ქვეყანაში თქვათ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და უფრო თქვათ შეიცვალა შიდა პოლიტიკური სიტუაცია, მაშინ რა თქმა უნდა ეს ურთიერთობები შეიცვლება, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობას და ვფიქრობ, რომ ეს წვრთნებიც უფრო ასე ვთქვათ აღდგება და შესაბამისად ვფიქრობ, რომ თავდაცვის კუთხითაც ალბათ თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ამის მდგენელი არის შიდა პოლიტიკური პროცესი ჩვენთან და ალბათ ამაზე იქნება მიბმული ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდგომი ნაბიჯები. დაბოლოს მინდა მოკლედ გკითხოთ, რა შედეგი გამოიღო ტრამპის დამოკიდებულებამ ევროპის უსაფრთხოების მიმართ, როდესაც აკრიტიკებდა ამის შედეგი მივიღეთ ის, რომ ევროპამ დაიწყო შეიარაღება. რა მიზანს ემსახურებოდა და ამაზე ხო არ ითვალისწინებს იგივე დატვირთვა ხომ არა აქვს იმ გზავნილს, რომ მუდმივი არ იქნება ამერიკის სამხედრო ძალა ევროპაში. ტრამპის ამ რიტორიკას რამდენიმე ასე ვთქვათ შედეგი მოყვა და რამდენიმე მიზანი ჰქონდა. რეალურად 2022 წლიდან ევროპაში აქტიურად დაიწყო დებატები უშუალოდ ევროკავშირის სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. რაღაც ლოკომოტივ შევადარებდი ევროპას, როდესაც მატარებელი დგას, დაქოქილია, მაგრამ ჯერ არ იწყებს მოძრაობას. ხო, ასე ვთქვათ, ტრამპმა მოახერხა და ნელისვლით დაძრა ეს ლოკომოტივი. ევროკავშირმა უკვე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილები, მათ შორის ევროპის შეიარაღების სტრატეგიაც შეიმუშავა და შესაბამისად ამას დადებითი ეფექტი ჰქონდა, იმიტომ რომ გულწრფელები რო ვიყოთ, ხო, ბოლო წლების განმავლობაში ევროპა გარკვეულწილად კომფორტულ ზონაში იმყოფებოდა. ამ შემთხვევაშიც ახლა ერთი მხრივ ევროპა მუშაობს იმაზე, რომ გააძლიეროს უკრაინა, იმიტომ რომ ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ უკრაინა თამაშობს, ასე ვთქვათ, ფარის როლს ევროპისთვის, როგორც თავდაცვის ფარი, რომ შეაკავოს რუსეთი და მეორე მხრივ დაიწყეს უკვე თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, რომ იმ შემთხვევაში ვთქვათ, თუ მოხდება რუსეთის თავდასხმა ევროპის რომელიმე ქვეყანაზე, მათ ავტონომიურად შეძლონ, ვთქვათ, მათი შეკავება. როდესაც ტრამპი მოვიდა უკრაინის კონტექსტში, მან გარკვეულწილად შეარბილა რუსეთთან ასე ვთქვათ, რიტორიკა, ეს დამახასიათებელია მოლაპარაკებების დროს ხოლმე, რომ დაესვა ვთქვათ მაგიდასთან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ნელ-ნელა იცვლება ამერიკის რიტორიკა, ჩვენ ვხედავთ, რომ შედეგი არ დგება ამ საკითხთან, ომის ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მომავალში თუ ვთქვათ, რუსეთი არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას და არ შეაჩერებს ცეცხლს უკრაინის ტერიტორიაზე, ამას ეს გამოიწვევს ამერიკის ასე ვთქვათ, რიტორიკის გამწვავებას და იმ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში დაბრუნებას, რაც ტრადიციულად რესპუბლიკურ პარტიას ახასიათებს ხოლმე.